მოგესალმებით ჩემო ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა საუბრების სტუდიაში, ჩვენ კი მისი წამყვანები ლანა ცხორებაშვილი და ნინო ცაფილოვი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბატონი ბესიკ დუღაშვილი. მოგესალმებით ბატონო ბესო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზაურეთ ჩვენს გადაცემაში. მინდა მოკლე ბიოგრაფია მოგახსენოთ მის შესახებ. ეს ადამიანი არის მხატვარი, კარიკატურისტი, ძალიან ბევრი ნიჭის მქონე ადამიანია და მოდი პირდაპირ გადავალოთ თქვენთან შეკითხვით. მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე. ბავშვობა კომუნისტური პერიოდის წარმომადგენელი ვარ, მე 67 წელს დავიბადე, დიდი 45 წელი 56-ში ვარ. და როგორც ყველა მაშინდელი ბავშვი ვიზრდებოდი კომუნისტურად, რო ითქვა. ანუ საბავშვო ბაღი, დედა სამსახურში, მამა სამსახურში, მე საბავშვო ბაღიდან გამოვყავდი და მაგრამ ძირითადად მაინც სოფელში უფრო ხშირად ვიყავი ხოლმე და ცოტა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია საქმე იმაშია რომ ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა დედის ძმა, ვიზაც ჩემი ერთადერთი ვაჟი ოჯახში და ამის გამო ბაბუამ გადაწყვიტა რომ ძალიან ხშირად ყოფილიყავი მასთან, რომ დარდი რო გადაეყოლებინა ასე რომ ვთქვა და მერე მოხდა ისე რომ 5 წლის ასაკში ბებია გარდაგვეცვალა და პრაქტიკულად სანათისაუში ბაბუას ბიჭს მეძახდნენ. პრინციპში ადამიანური საწყისები რაც ცხოვრება მომიტანა და რაც შევისწავლე, საფუძველი ბაბუამ დაუდო, იმიტომ რომ ძალიან განათლებული და ძალიან ერუდირებული ადამიანი იყო. ასე ვიზრდებოდი როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ განსხვავებული იმით, რომ ხაშურში ვიყავი ქალაქელი თბილისელი. თბილისში ხაშურები, ასე რომ ვთქვა. შემდგომ თინეიჯერობის ასაკზე რას გვეტყვით? თინეიჯერობის ასაკი ძირითადად ჩემი თინეიჯერობა ასე რომ ვთქვათ პიონერული ცხოვრებით მიდიოდა, ვიყავი რაზმეულის საბჭო, ჯერ რაზმის საბჭოს წევრი, მერე რაზმეულის საბჭოს წევრი, თავმჯდომარეც ვიყავი ერთი პერიოდი, მაგრამ ძირითადად რაც იყო მახსენდება ის რომ დავდიოდი ძალიან ბევრ წრეზე, ეს იყო ქორეოგრაფიული სტუდია მაქვს დამთავრებული, დავდიოდი ხატვის წრეზე, დავდიოდი რაღაცა ჩხიკედელაობდი რაღაცებს, სკოლაში ძირითადად მახატინებდნენ ხოლმე. მე შეიძლება ახლა 152 საჯარო სკოლა, საშუალო სკოლა იყო მაშინ. 152 საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული. სხვათა შორის ვანო ჯავახიშვილიც ეს სკოლა დამთავრებული, უბრალოდ ასაკით ჩემზე გაცილებით პატარა. ხო და ძირითადად მე შეიძლება არ ვიცნობდე ჩემს სკოლელებს, მაგრამ ჩემს სკოლელები ძირითადად მიცნობდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს ხატავდი კედლებზე. მასწავლებლები დავალებით და ჩემი თინეიჯერობის პერიოდი იყო სკოლაში კედლებზე ხატვა, სახში კიდე ყალთაბანდობა, სანამ დედა და მამა მოვიდოდნენ სამსახურიდან. სამსახურიდან რომ მოვიდოდნენ ხოლმე, მე ესეთი ის ქონდა რომ 5 წუთში ერთხელ ფანჯარაში ვიყურებოდით, ხო არ მოდიოდნენ და აი რომ მოვიდოდნენ, მე ვიხდიდი ტანზე ვიცვლით რაღაც დავიდებოდით, თვითონ მეცადინეობდით. მაგრამ მეცადინეობდით კი აი ხატვის პერიოდი უკვე სადღაც მე-6 კლასი, შესაბამისად ეხმადელი მე-7 კლასი. მე-6 კლასამდე ვიყავი ფრიადოსანი. მე-7 მე-8 კლასში უკვე ნენელა წავედი ხელიდან, იმიტომ რომ კედლებზე ვხატავდი. პირველი იყო გეოგრაფიის მასწავლებლმა დამავალა მე-9 ტალღის დახატვა, აივაზოვსკის ცნობილი ტილოა. ეს იყო 3 მეტრა 6 მეტრაზე კედელი და იქ დავხატე აივაზოვსკის მე-9 ტალღა და მე ეს რო დაინახეს მასწავლებელმა, სხვებსაც მოუნდათ რომ დამეხატა რაღაც. იკაკო ყაჩაღიდან სცენა, იქ მელია და ყურძენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ თავდაპირველად როდის დაიწყეთ ხატვა? ხატვა დაიწყე დაბადებით. ხატვა დაიწყე დაბადებით. ახლა ეს მე რა თქმა უნდა გადმოცემით ვიცი, მაგრამ ამას აღნიშნავს ძალიან ბევრი დამსწრე ადამიანები, 30 კაცი მაინც აღნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში ჩემ პატარაობაში დაბადების დღეებზე ხშირად ამბობდნენ ხოლმე რომ აბა კაცო რა გაგვაუცა ესა დაიწყებდნენ ხოლმე რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს იყო 13 თვის ასაკში მოვინათლე. წარმოგიდგენიათ ახლა 13 თვის ბავშვი. ხო წარმოგიდგენიათ. აი 13 თვის ბავშვს ფანქარი და რვეული ვერ გამომთვლიზეს ხელიდან ნათლობის დროს. და ესე იგი რომ ხდიდნენ თურმე აქ ხომ ეკავა დაუშვათ არა რა უნდა მჭეროდა, მაგრამ ხომ ეკავა. აქ გამხადეს, მე ეს გადამიტანია მეორე ხელში და როცა წართვევა დააპირეს, რომ ემბაში ხომ ჩაგაყუდო. წართვევა რომ დამიპირეს, თუმცა დავიწყე ტირილი და მგდელმა უგონდა არიტიროსო და ამ სახატავებით. დია. მომნათლეს ასე ვთქვა და იყო ასეთი რაღაც, აი მთელი შეგნებული პერიოდი, როგორც კი რაღაც
ადამიანი შეჩევას ու დაიწყებს რაღაც საგანთან მიჩევას აი იმ პერიოდიდან დაწყებული ყოველთვის აუცილებლად უნდა მქონოდა ლოგინში სახატავი ფანქარი საშლელი აუცილებლად ისე შანსი არ იყო რომ დამეწია შუაღამისას იყო მომენტებიო დედაჩემი ეხსენებს თუმცა წამოხდებოდი და ბალიშის ქვეშ შეყობდი ხელს მოიძიებდი იდო თუ არა და რო იდო მე გავიძებდი ძილს ესე რომ ეს ხატვა დავიწყე დაბადებით დიახ თქვენ ხატვის გარდა გაქვთ ბევრი ნიჭი ხომ ორთოპედიულ ფეხსაცმელების რა არის იცი შემოგელო ეს ნიჭი არა ალბათ უფრო ნიჭი ადამიანს ყველაფრის აქვს უბრალოდ რა არის იცით ახლა ძალიან ისე ფილოსოფიურ რაღაც საკითხებს შევეხები როცა იბადება ბავშვი ღმერთი მას აძლევს ყველაფრის ნიჭს უბრალოდ მე ადამიანი საერთოდ ყველაფერში ღმერთი არის ყველაზე დიდი დემოკრატი და რო იტყვიან ღმერთი აძლევს უფლებას აირჩიოს ადამიანმა ან თავისი გზა ანუ ცოდვად შეგიძლია ჩაიდინო და შეგიძლია ცხონდე კიდევაც ხო ეს არჩევანი შენზეა ანუ ნიჭს გაძლევს ყველანაირს უბრალოდ შენ ირჩევ მე რაღაცას აი მე ბატარაობიდანვე ვიყავი ძალიან ინტერესიანი ამ ყველაფერი მაინტერესებდა და მე ვახსენე ბაბუაჩემი იყო ადამიანი რომელიც მაძლევდა საშუალებას რომ ის ინტერესი დამეკმაყოფილებინა გამიგეთ და აქედან გამომდინარე დაუშვათ მე თუ ხატვა მინდოდა მე ვხატავდი მე თუ რაღაცის გაკეთება მინდოდა აი მახსოვს მაგალითად ავტომატი გავაკეთებ მე და ბაბუაჩემი ანუ ბაბუაჩემ ამიხსნა როგორ უნდა გამეკეთებინა და ხისგან ლურსმანი ჩაკუჩი რაღაც და ანუ აქ ლურსმანსაც შევეჩვი ჩაკუჩას შევეჩვი უკვე რაღაცების გაკეთება შემეძლო ну ძალიან ბევრი რამე აი ეს ინტერესი რომ მაინტერესებდა და ხელს რომ მიწყობდა ამ ინტერესის დაკმაყოფილებაში ეს ჩვევაში გადამეზარდა უბრალოდ და დროთა განმავლობაში ახლა დედაჩემი და მამაჩემი ფეხსაცმლის სპეციალისტები არიან და ბავშვობიდან რო გესმის ფეხსაცმელი ყველაფერი ფეხსაცმელზე ყველაფერი ვიცოდი გარდა მაგისა მე მუშაობდი ერთი წელი ისანის ფაბრიკაში მხატვარ მოდელიორად და ის რომ მაინტერესებდა ამან მას მიმიყვანა იქამდე რომ მე ფეხსაცმლის მოდელირება ვისწავლე, თორსა არ მეხებოდა მე ხატავდი მარტო, მაგრამ ანუ კონსტრუირება ვისწავლე კერვა, შევდიოდი მკერავებთან და ვკერავდი, ვსწავლობდი კერვას, ვისწავლე გადაჭიმა, იმიტომ რომ მეწაღეებთან ვჭდებოდი და ვჭიმავდი, მასწავლიდნენ. აი ინტერესი რომ გამოვიჩინე, უკვე ამის დაკმაყოფილება შემეძლო. ყველა შეუძლია გამიგეთ, აი უნდა გაინტერესებდეს უბრალოდ და მე ეს პერიოდი, რასაც თინეიჯერობის პერიოდს ეზახი და მომდევნო პერიოდებით უბრალოდ უქმად არ დამიხარჯავს გამიგეთ. კი, გართობა რატომაც არა ვერთობოდი, როცა ეს საჭირო იყო, მაგრამ ძირითადად ის იყო, რომ აი ამ ჩემ ინტერესებს ვიკმაყოფილებდი. აი რომ მაინტერესებდა დაუშვათ ეს როგორ კეთდებოდა და ვიღაცა თუ აკეთებს, შეწყო შეგიძლია, შეწყო ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, თავისუფლად. ანუ თუ გინდა გააკეთე. დიახ. ეს იმედი არა. ოჯახი რას ფიქრობდა თქვენს ნიჭზე, ნიჭიერებაზე, ხელს თუ გიწყობდნენ? ხელს რო თქვა რომ მიწყობდნენ ხელს, ისე მიწყობდნენ ალბათ როგორც ყველა მშობელი შეუწყოს თავის შვილს. ხელს ნებისმიერ აი განსაკუთრებული არაფერი ასე რომ. იმიტომ რომ ეს მაინც ეგონათ ბავშვს თავიდანვე რაღაც ბავშვური გატაცება. მე უკვე სერიოზულად როცა დაიწყეს ოჯახში იმაზე ფიქრი რომ აი კომუნისტური პერიოდზე გეუბნებით მე მაშინ დავიბადე მეთქე მაშინ მხატვრობა პრესტიჟული იყო გამიგეთ ანუ ხატვარი რო იყავი აი სადმე რო იწყოდნენ რომ აი ბიჭი ხატავს და რაღაც ვაუ აი რაღაცას ანუ რაღაც განსხვავებული ხელოვანი ადამიანი სხვანაირად ითვლებოდა მაშინ და ყველა კმაყოფილი იყო იმით რომ მე მხატვარი უნდა გამოსულიყავი ეხლანდელი გადასახედიდან ნეტა მხატვარი არ გამოსულიყავი ამობიყოლო იმიტომ რომ ეხლა უფრო სხვა სიტუაცია, ეხლა ბანკირი, ბიზნესმენი, იურისტი რაღაცა ეგეთი. ხატვაზე ნაკლებად ფასობს დღევანდელ საქართველოში, მაგრამ იმედია რომ გამოსულდება. ხელს მიწყობდნენ, მაგრამ რაღაც პერიოდამდე მე უკვე აზრი დაკარგა ხელი შეწყო. პირველი გამოფენა როდის გქონდათ? პირველი გამოფენა მქონდა 1991 წლის 4 ნოემბერს. დიახ. და ძალიან კურიოზულად ჩატარდა ეს გამოფენა, იმიტომ რომ 7 ნოემბერს უკვე 7 ნოემბერს ხათაშორის რევოლუციის გამარჯვების დღე არის ოქტომბრის რევოლუციის. 7 ნოემბერს მთელი საქართველო მიცნობდა.
აი 30 დეკემბერს აღარავის აღარ ვახსოვდი, იმიტომ რომ თბილისის ომი მოხდა უკვე. დიახ. გამიგეთ. და ეხლა რატომ იცნობდა? საქმე იმაშია, რომ გამოფენას ესწრებოდნენ ჰოლანდიელები. ერთმა ჰოლანდიელმა თქვა, რომ ეს ბიჭი მე რო ჰოლანდიაში წავიყვანო, ალბათ მილიონერი გავხდებოდი. ანუ კონტექსტში თქვა ესე, რომ ეგზოტიკა ევროპისთვის საქართველოს და რახან ქართველია და ეგზოტიკა მე შემიძლია რომ ვიღაცა მეტყობა ცუდად მოკრა ყური და გამოფენა გაქურდეს. გაქურდეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში გამოფენა გაიქურდა. ჩემი გამოფენის შემდეგ გაიქურდა ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, გაიქურდა ლეონიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. ანუ გაქურდები მერე დაიწყო სერია, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ მოხდა ისე, რომ ვისაც ხელი წიფებოდა, მიხვდა, რომ შეიძლება და რაღაცა გაეკურდა რა, ეს გამოფენა და ეგეთი რაღაცები. და შესაბამისად გადაცემა, რომ გავიდა ეთერში, მოამბეში გადასცეს ეს გაქურდის ფაქტი და ხალხმა იფიქრა, რომ ალბათ ისეთი მხატვარია, რომ ნახატებს იპარავენო და რაღაცეები და მოკლედ ტევა არ იყო დარბაზში. ყოველდღე იმდენი ხალხი მოდიოდა სანახავად. ეს საზღვარგარეთ წასვლის შანსი თუ გქონდათ? კი მქონდა, მაგრამ მე ნარის ხო გითხარი რა დავიბადე საბჭოურ პერიოდში. მაშინ იქნებ წასულიყავი გესწავლოთ. კარგი იყავი თუ იცოდი რუსული. მაშინ რუსული იყო და რუსული ვიცი როგორ იცი და შემიძლია პუშკინი თარგმნო. თუ სურვილი მაქვს მაგალითად. ანუ კარგად ვიცი, მე ვიცი რუსული სხვადასხვა კუთხის დონეზე გამიგეთ. ახლა ვიღაცა რო ჩამოვიდა და გურულად ლაპარაკიც რო იცოდეს და იმერულად და აი ეს კუთხეების დონეზე ვიცი რუსული. ანუ აზროვნება შემიძლია რუსულად. მე რომ წუნდა რომ დღევანდელი პერიოდი მოვიდა და ვისწავლედი ინგლისურს. შემოთავაზება მქონდა ძალიან ბევრი, მაგრამ იმის გამო რომ ენა არ ვიცი ვერ ვბედავ წასვლას. ეს ვბედავდი. ყველაზე კარგი შემოთავაზება მქონდა ინდოეთიდან. მაგრამ იქ ინგლისური უნდა იცოდე. პარიზიდან მქონდა არაჩვეულებრივი შემოთავაზება როგორც დიზაინერს. დიახ. ლონდონიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ იმის უბრალოდ რა არის, ვიღაცას რო ეთქვა რომ წადი ბესიკი და იქ ისწავლი და პრობლემა არ არის და იქ არის კურსები და რაღაცები მე გავიგე რომ იქ. ნუ ეხლა უკვე ისეთ ასაკში ვარ რომ კურსებიც ვეღარ მიშველები. ხო, არა, ვერ მიშველები. თუ მოინდომებ ყველაფერს ისწავლით, ეხლა ისეთ ასაკში დაბერებული არ ხართ. 45 წელს ვარ. მე რა ეხლა იწყება ცხოვრება ბევრის. ბევრის ეხლა იწყება და ჩემთვის უკვე მიდის. მოდით გადავახტეთ დროს და თქვათ რომ თქვენ 2012 წელს მსოფლიო კარიკატურისტებს შორის მოხვდით მეორე ადგილზე, წელს კი გახვედით პირველ ადგილას. დიახ, როგორ მოხვდით აქ და როგორ წარადგინეთ თქვენი ნამუშევრები? საერთოდ კარიკატურების ხატვა როდეს დაიწყეთ? კარიკატურების ხატვა დავიწყე ხატვის პერიოდიდან. ასე რომ სკოლის პერიოდიდან მასაებს ხატავდი და უშუალოდ და ბავშვები ჰა. აი ეს არის კარიკატურა. დავუშვათ კლასელებს ხატავდი, მე ნიკოლაძეში დავუშვათ. ნიკოლაძეში დავხატე სადიპლომო ნამუშევარი ერეკლე მეორის გასვენება. ეს იყო 2 მეტრი 1 მეტრაზე დიდი პანო. და ძალიან სერიოზული ნამუშევარი, 3 თვე საჯარო ბიბლიოთეკაში ვიარე, რომ გამერკვია როგორ მოხდა, რა მოხდა იქ წესები როგორ იყო, რანაირად ანუ ჯერ ამიდის როცა პროცესი მიდის ხო ანუ ჯერ ცხენი მიდის მე დავუშვათ რეგალიები მიაქვს და ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა და ეს სამი თვის მზადების შემდეგ დავხატე ერთ თვეში დავხატე ეს ერეკლე მეორის გასვენება და როცა ეს სადიპლომო წარდგენა ხდებოდა ჩემმა მასებმა თქვა რომ არაჩვეულებრივი კარიკატურისტია და მე ეს მივიღე წყენად და წარმოედგინე ამ ხელა სერიოზულ ნამუშევარს ხატავ წარადგინე ასეთ სერიოზულ ნამუშევარს კარგი კარიკატურისტია მე ეს მივიღე წყენად და რა ვიცოდი თუ ამობდა კარგ რაღაცას ჩემზე თუ მაგრამ მე მაშინ სხვანაირად თინეიჯერი ვიყავი და სხვანაირად მესმოდა ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი გადაიქცა მე ჩემს საქმიანობა ძირითად სფეროდ რატო ახლა დღესდღეობით ხატვის ცხოვრება ძალიან ძნელია იმიტომ რომ არ არსებობს გალერეები არ არსებობს ადგილები სადაც შეიძლება საკუთარი ნამუშევრის რეალიზაცია მოახდინო არ არსებობს ან ძალიან მწირია კავშირები საზღვარგარეთთან აქედან გამომდინარე შენ ელემენტარულია საარსებო წყარო ხო გჭირდება და ეს კარიკატურები არის ის რომ მე ოჯახს ვარჩენ ამით
ანუ მუშაობ გაზეთებთან, ჟურნალებთან, დავდივარ ივენთებზე შეკვეთები მაქვს დაუშვათ ვიღაც კერძო პირი მიკვეთავს რაღაცას, რაღაც ორგანიზაცია რაღაც ღონისძიებას აწყობს და მიიწვეული ვარ როგორც კარიკატურისტი და ეგზივარ და კარიკატურას ხატავ. ქეიფო კიდევაც არა. ძირითადად კარიკატურას ხატავ და ასე შემდეგ ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. დიახ. მოდი ტელემაყურებლობო გაჩვენებთ ახლა კარიკატურებს, აი როგორც ხედავთ, ეს არის დუტა სხირტლაძე. გადმოვიდეთ, აქეთ დირექტორი ჯეოსელის დამაარსებელი. ოსმან თურანი. აი ეს. ნახეთ, გენიალური ნამუშევრებია. ეს პოლიტიკოსების პარლამენტარების შარჟების გაოფენა მქონდა 2013 წელს პარლამენტში და იქიდან არის ეს. მოდი აი აქ ვნახე მე ძალიან მომეწონა განსაკუთრებით აი ესენი ია ფარულოვა და ნანუკა ჟორჟოლიანი როგორც ხედავ. ნამდვილად კაფეოდ შეგვიძლია დავინახოთ რომ ყველა ნახატში არის გამოკვეთილი რაღაც ერთი ნაკვთის სახეზე. რას გვეტყვით ამის შესახებ? ერთი არა ძალიან ბევრი ნაკვთია გამოკვეთილი. თქვენ არის იცით დამახასიათებელი ნაკვთები. სახასიათო ადამიანს ყველას აქვს რა უნივერსალური სახის ნაკვთები იშვიათია შეიძლება ერთი იყოს. ანუ სახასიათო ყველა ადამიანს აქვს და შესაბამისად კარიკატურისტის პრინციპი ის არის რომ ეს სახასიათო გააზვიადოს და აქედან გამომდინარე წარმოაჩინოს ის ადამიანი ცოტა სასაცილო კონტექსტში, მაგრამ არა ბოროტი. დიახ. იმიტომ რომ როცა კარიკატურას ხატავ, კარიკატურა უნდა იყოს ისეთი, რომ ვისაც დახატავ, იმასაც კი უნდა გაეცინოს, გამიგეთ, არ უნდა ეწყინოს. თუმცა არის შემთხვევები, როცა წინით კიდევაც. ანუ ეს რეაქცია ესეთია, რომ ხან წინთ და თან პარლამენტის გამოფენა ვახსენე მე და 2011 წელს ქონდა პარლამენტში გამოფენა. 60 პარლამენტარის შარჟი გავიტანე და იქ იყო ასეთი სიტუაცია რა, აი პარლამენტარები დადიან, ათვალიერებენ ამ ნამუშევრებს და ნუ იხოცებიან სიცილით და აი ჰაჰაჰაჰა და მივიდა თავის შარժთან და უცოტ სახე სერიოზულდება სახე. ანუ ვერ აღიქვამდნენ თავის შარჟს ისე როგორც საჭირო იყო. იყვნენ ძალიან ბევრს მოეწონა ეს შარჟები, თავისი შარჟი, მაგრამ იყვნენ რომელსაც არ მოეწონათ. ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში. მოდი დავასრულოთ, დრო მიიწურა უკვე და მოდით ბოლოს მოკლედ გითხარით სამომავლოდ რას გეგმავთ? სამომავლოდ გეგმავ ახლა პერიოდი მოდი ზაფხულის პერიოდი პრაქტიკულად მკვდარი სეზონი მხატვრებისთვის და არა მარტო მხატვრებისთვის, ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანისთვის არის მკვდარი სეზონი, რომ იყვნენ ეს ზაფხულის პერიოდი. შემოდგომიდან ალბათ განვაახლებ სტუდიის საქმიანობას, ბავშვთა სტუდია მაქვს. ეხლა ამაზე მინდოდა კითხვა დამესვა. რომ რამდენი წლიდან მიიღებიან ბავშვები ამ სტუდიაში? 6 წლიდან ძირითადად, 6 წლიდან. და რა ასაკისაც არ უნდა იყოს? კი, აბიტურიენტებსაც ვამზადებთ სტუდიაში. ძალიან წარმატებული სტუდია გვაქვს, წარმატებული იმ პრინციპით, რომ ვინც მოდის ჩემთან სტუდიაში აუცილებლად ნახევარ წელიწადში უკვე ეტყობა, რომ ის სტუდიის ნახევარ წელიწადში კი ერთ თვეში უკვე ეტყობა, რომ ის სტუდიის ხელი ეტყობა უკვე რა, რასაც ქვია. სტუდიას განვაახლებ, ალბათ ახალი მიღებებს გამოვაცხადებ, გავაფართოვებთ უფრო. მე ნოემბერში მინდა გამოფენის გაკეთება, ძალიან სერიოზული გამოფენა მაქვს ჩაფიქრებული და ოღონ არა კარიკატურები, ეს უკვე ფერწერული ტილოები. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ბატონობას რომ მობრძანდით კიდევ ერთხელ. იმედია, ჩემო ტელემაყურებელო მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა, მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.